სოფლიო ლიტერატურაში უამრავი კარგი წიგნია, მაგრამ ძალიან იშვიათია ისეთი წიგნები, რომელთაც ამ ლიტერატურის არსებობას მიანიჭებს რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ კი არა რომ ამ ხალხს ეს ლიტერატურა აქვს, არამედ იმიტომ რომ ლიტერატურას როგორც ასეც რაღაცა უნდა შეეძლოს და მელვილი არის სწორედ ის მწერალი, რომელმაც დაწერა წიგნი, რომელსაც რაღაცა შეუძლია. ჩვეულებრივ ლიტერატორების წარმოდგენა ასეთია, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ სამყარო. მაგრამ როგორც უყურებთ, სამყარო უცვლელი რჩება და ვერც ლიტერატურამ, ვერც მეცნიერებამ, ვერც ტექნოლოგიამ იგი ვერ გააუმჯობესა. პირიქით ჩვენ დავინახეთ, რომ ტექნოლოგიებს დაეუფლნენ ადამიანები, რომელთაც ის გამოიყენეს სიკვდილის იარაღად. მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო იმ პილოტების ამბავი, რომელთაც ისწავლეს თვითმფრინავის მართვა იმისთვის, რომ მერე სახლებისთვის და შენობებისთვის და ადამიანებისთვის დაეჯახებინათ და სიკვდილი გამოეწვიათ. მელვილი თუ რამეს ცვლის, ის უპირველეს ყოვლისა ცვლის ადამიანის დამოკიდებულება სამყაროსადმი. ის უკეთეს არ გაგვხდის, რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად მესმის, მაგრამ მობი დიკის გარეშე სამყარო შეიძლება სხვანაირად ან საერთოდ ვერ გაიგო, იმიტომ რომ ეს არის წიგნი, რომელსაც შეუძლია პოზიცია გიპოვოს სამყაროში. ერთხელ ჩვენმა დიდმა ფილოსოფოსმა მერაბ მამარდაშვილმა თქვა, რომ სამყაროდან გასვლა შეუძლებელია, მაგრამ შენ შეგიძლია შენი თავი სამყაროს კიდეში დააყენო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ცხოვრებას, რომელშიც ცხოვრობთ, ამ რეალობას ვერ მოვწყდებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია პოზიცია გქონდეს. მელვილი არის სწორედ ის მწერალი, რომელსაც ჰქონდა ეს პოზიცია. ამავე დროს ის არის homo unius libri, ერთი წიგნის კაცი, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მან ერთი წიგნი დაწერა, მან ბევრი წიგნი დაწერა, ეს იყო მწერალი, ეს იყო ესეისტი, ეს იყო პოეტი, ეს იყო მოღვაწეც და მას ჰქონდა, ასე ვთქვათ, უამრავი წარმატება, ესე ფანტასტიკურად პოპულარული იყო ტაიპის შემდეგ, ანუ პირველივე ნაწარმოები, რომელიც როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე ამერიკამ არ მიიღო, მაგრამ მიიღო ევროპამ და მერე მიიღო ამერიკამაც. ეს ეხება ყველა დიდ ამერიკელ მწერალს, სხვა შორის მარკ ტვენის გარდა, რომელიც როგორც იქნა მიიღო ამერიკამ, დანარჩენებზე ჰემინგუეიდან დაწყებული, სკოტ ფიცჯერალდით გაგრძელებული და განსაკუთრებით ფოლკნერით დამთავრებული, მხოლოდ მას შემდეგ გახდნენ სახლში პოპულარული, როცა გაირკვა, რომ ევროპა მათ პატივს სცემს. ასე მოხდა მელვილის შემთხვევაშიც, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკურად პოპულარული იყო, იგი აუცილებლად დაიკარგებოდა ლიტერატურის ისტორიის ანალებში, იმიტომ იგი წერდა სათავგადასავლო რომანებს. ერთხელ მახსოვს ძალიან დიდმა ფრანგმა მწერალმა თქვა, რომ სათავგადასავლო რომანები მეცხრეხარისხოვანი ლიტერატურაა და მეცხრე რაუბედურება, რატომ მეათე აიღო ისტორიული რომანებია, მეათე ხარისხოვანი რომანებიო. ბევრს ეწყინება, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი ყველა პრეტენზია პოლ ვალერისთან, ეს მისი აზრია. ერთ სიტყვით მელვილმა ბევრი წიგნი დაწერა, მაგრამ არც ერთი არ გადარჩებოდა და არც ტაიპი, არც რომელიც პოლინეზიაზეა, არც სხვა, შესანიშნავი კარგი წიგნები, მაგრამ დარჩებოდა ისეთ წიგნებად, რომელსაც ან წაიკითხავენ, მაგრამ რომ არ გაქონოდა ეს ფანტასტიკური განზრახვა, დაეწერა მთავარი წიგნი სოფლიო ლიტერატურის. აი, მე მგონი ასეთი ტიპის განზრახვითაა დაწერილი მობი დიკი. როდესაც ერთხელ ილიადა ძალიან პოპულარული რო იყო და იწერებოდა ენეიდა, მას გაუკეთდა რეკლამა. კედიტე რომანი სკრიპტორეს კედიტე გრაინესკიო კვიმაიორ ნასკიტურ ილიადე. გზადაუთმეთ რომელო მწერლებო, გზადაუთმეთ ბერძნებო, რაღაც ილიადაზე უფრო დიდი იბადება. სხვა ამბავია, ახლა ვიღაცებს გონიათ, რომ უფრო დიდი დაიბადა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ დიდი რომ დაიბადა ეს ფაქტია. ზუსტად ასე გაუკეთა თავის თავს, გაუკეთა ეს მოწოდება მელვილმა და დაწერა წიგნი, რომელიც არაფერს არ გავს. მეტნაკლებად ყველა წიგნს ყავს მოადგილე მსოფლიოში და მოადგილეთა მთელი არმია. რამდენიმე წიგნი ვიცი მე, რომელსაც არ ყავს ასეთი მოადგილეები, რომელსაც ახლა იცით ძალიან მაგარი არის ილიადაც და ოდისეაც, მაგრამ დაიწერა კიდე სხვა ოდისეა და ერთი კი არა რამდენიმე. ძალიან მაგარი არის მედეა, მაგრამ დაიწერა უამრავი მედეა. წარმოუდგენელია მობი დიკის ხელმეორედ დაწერა. აი მან დაწერა თეთრ ვეშაპზე და ჩვენ რო დავწეროთ მაგალითად სხვა ტიპის ვეშაპებზე ან კაშალოტებზე და სხვა.
Moby Dick-ი, ანუ ვეშაპი, არის წიგნი ერთი შეხედვით უბრალო რამეზე. არის ერთი ვეშაპი და არის ერთი კაპიტანი, რომელიც გადაეკიდა ამ ვეშაპს, იმიტომ რომ ვეშაპმა დაუზიანა სხეული და აქვს ამ კაპიტანს, ისე იგი აკვიატება, რომ მაინდა-მაინც ის ვეშაპი უნდა მოკლას და ეძებს თელს ოკეანეში და პოულობს და მასთან ბრძოლაში იღუპება. და იღუპება მისი შესანიშნავი გემი, პიკვოდი, იღუპება მთელი ეკიპაჟი და გადარჩება მარტო ერთი კაცი უცნაური სახელით ისმაილი. საერთოდ ბიბლიური სახელები ისმაილი, აქაბი და უამრავი არის. ბიბლიური მინიშნებები და სხვა, ამით სავსეა ეს წიგნი, სპეციალურად რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხაზი გაესვას მის სიმაღლეს. რომ ეს არა რაღაც ამერიკული წიგნი უბრალო ამბებზე და ვეშაპის ჭერაზე რო არ არის, ახლა ამაზე მე მგონი ყველა ხვდებით, თუმცა ავტორი ძალიან უცნაური ავტორი არის. ლიტერატურის ისტორიკოსები და თეორეტიკოსები მას წერას ასწავლიან ხოლმე, მე დაგვიანებით აქედან უთვლიან ხოლმე, რომ ასე კი არა ისე უნდა დაეწერა და ის თავი იმის მერე რო ყოფილიყო აჯობებდა და სხვა. ეს წიგნი არ არის ლიტერატურის ისტორიკოსების საყვარელი წიგნი. ეს წიგნი კითხველების წიგნია. ლიტერატურის ისტორიკოსები მოგეხსენებათ მეცნიერები არიან და მათ უყვართ წესრიგი. ხოლო ესაა წიგნი იმაზე, რომ სამყაროში წესრიგი არ არის, არ იქნება და არ უნდა იყოს. ეს საშინელი წიგნია, პასუხი იმაზე, რომ ადამიანი ბოლომდე უნდა იბრძოდეს და ბოლომდე, აი უკანასკნელი ტალღა რომ დაგეცემა, იმის მერეც გაქვს შანსი და აი როდესაც უნდა მოკვდეს ჩვენი მთხრობელი მორევიდან ამოხტება, ასე ვთქვათ, ხის კუბო, რომელიც მანამდე იყო დამზადებული და აღმოჩნდება ეს სიკვდილის იარაღი, აღმოჩნდება სიცოცხლის იარაღი და ამის მერეც ის კარგად იცნობდა ზღვის პრობლემას, ზღვაში გადარჩენა იოლი არ არის, იმიტომ რომ ოკეანეში გადარჩენას სჭირდება არა მარტო ხის ნივთი რომ დაეკითხო, არამედ კიდევ ვაჟკაცობა რომ მოიგერიო ზვიგენები. იმიტომ რომ ზვიგენებს ძალიან უყვარხარ, უცებ ირკვევა რომ ისინი მოვლენ. ეს ნამდვილი წიგნია. ეს ნამდვილი წიგნია, ნამდვილად მას უბრალოდ გაუმართლებს იმ თვალსაზრისით, რომ გემი ჩამოივლის და ის გადარჩება, ის ერთადერთი გადარჩება, ისმაილი გადარჩება თითქოს იმისთვის, რომ სწორედ ეს ხაზი, არა ის ხაზი, რომელიც ბიბლიურია და რომლის შთამომავლები ჩვენ ვართ გადარჩეს, რომელიც ძელი კაცობრიობა, არამედ გადარჩეს ის შელისხული ხაზი, ისმაილის ხაზი, წარმომიდგენია, როგორ კითხულობენ ამ წიგნს, მაგალითად მუსლიმურ ქვეყნებში ისმაილიტები, ასე ვთქვათ, მისი შთამომავლობა, არ ვიცი სხვა უყვართ თუ არა, მე ერთი რამ ვიცი. საქართველო არის საზღვაო ქვეყანა. საქართველოში იბადებოდნენ და იზრდებოდნენ და იზრდებიან დღესაც მეზღვაურები. უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც ზღვასთანაა დაკავშირებული, საქართველოში არის ყველაზე მაღალი დონის უმაღლესი სასწავლებელი იმ თვალსაზრისით, რომ მისი დიპლომი ჭრის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ამ ქვეყანაში Moby Dick-ს არ კითხულობდნენ, არის დიდი უსამართლობა. მე მინდა მივლოცო ჩვენს ხალხს, რომ არა კითხულობენ მას, ჩვენ გვაქვს თარგმანი, ჩვენ გვექნება ალბათ ახალი თარგმანიც, იმიტომ რომ ყველა დრო ახალ თარგმანს ითხოვს და მე მინდა ყველას უთხრა. არის წიგნები, რომელთაც არ წაკითხვას გვაპატიებენ. არის და Moby Dick-ი ზუსტად ასე წიგნია. თქვენ შეგიძლიათ ის არ წაიკითხოთ და ჩვენ გაპატიებთ. ანუ ლიტერატურის თეორიაში და ისტორიაში არ ჩაიჭრებით. ნუ რა მოხდა ახლა Moby Dick-ი არ აქვს წაკითხული. მაგრამ ამ ერთ წიგნს შეუძლია მოგცეთ იმაზე მეტი, ვიდრე ყველას ერთად აღებულს, რაც ვამბობ. ამიტომ ეგ არის კითხველის და მსმენელის არჩევანი, წაიკითხავს თუ არა Moby Dick-ს, ანუ შეხედავს თუ არა სამყაროს იმ თვალით, რა თვალითაც ეს სამყარო იქნება გაცილებით უფრო მდიდარი და გაცილებით უფრო რთული და არა ისე მარტივი, რომ ბევრი ვინცა ისაა მართალი და ცოტა რო არის მტყუანია და სხვა, არა. თუ გინდა წაიკითხოთ და მინდა გითხრათ პირდაპირ, რომ დიახ, Moby Dick-ი შეიძლება ვიღაცისთვის არის ბოროტების სიმბოლო, მაგრამ ეს ბოროტება ჩვენ გარს გვარტყია, ეს სამყაროა, ეს სამყაროს სიმბოლოა. და ამ სამყაროში ჩვენ გულშემატკივრობთ ბრძოლას და გამარჯვებას. Moby Dick-ის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ამ ბრძოლაში შევიდეთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს ჩვენ საუბრობთ ხელმან მელვილზე, მის გენიალურ წიგნზე Moby Dick-ი.
და ამ წიგნზე სასაუბროთ მე მოვიწვიე ილიას უნივერსიტეტის ლექტორი პროფესორი გიგა ზედანია, რომელიც ყველაფერთან ერთად, საერთოდ მოგიხსენებათ უაღრესად განათლებული კაცი გახლავთ, მაგრამ ყველაფერთან ერთად არის ძალიან დიდი მოყვარული სწორედ ამ წიგნის, ამის შესახებ ჩვენ ვიცით და მე ასევე ძალიან მიხარია, რომ სწორედ ამ წიგნზე ვილაპარაკებ, სწორედ იმ კაცთან, ვისაც აქვს ასეთი ფართო ჰორიზონტები. მე ბათუმელი ვარ, ჩემი ბავშვობა გემებთან გავატარე. ანუ ეს არის ადგილი, სადაც შენ ხედავ, რომ სამყარო არსებობს, სხვა სამყარო არსებობს და ეს არის ადგილი, სადაც ოცნებობ, რომ მოხდე აი ამ გემზე. მათ შორის მინახავს ეგრეთ წოდებული ვეშაპმჭერი გემიც მინახავს და ბარჯი და ჩემი თვალით მინახავს და მელვილი იყო ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო თავზარდამცემი წიგნი და პირდაპირ აქედან დავიწყებ თქვენთან როგორ შემოვიდა ეს მწერალი და ეს წიგნი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა დაბატიჟებისათვის. მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია ჩემთვის და მე ამ შემთხვევაში იმდენად სუბიექტურ მომენტს არ მივაქცევდი ყურადღებას, ანუ მე მგონია რომ ის საყვარელი იმიტომ კი არ არის, რომ აი მე რაღაცნაირად შემიყვარდა, ის საყვარელი ჩემთვის იმიტომ რომ რეალურად არის ძალიან დიდი წიგნი და ერთ-ერთი ალბათ ყველაზე საოცარი წიგნი, რომანი მე-19 საუკუნის, რომელიც კი ხელთ გვაქვს და სწორედ აქ არის პრობლემა, იმიტომ რომ მისი წაკითხვა ადრეულ ასაკში ყოველთვის არ ამართლებს ხოლმე. ხანდახან ამართლებს, ხანდახან არა. შეიძლება ადრეულ ასაკში მისმა წაკითხვამ სრულად გული აუცროს მკითხველს მასზე, იმიტომ ზუსტად რომ ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივ სათავგადასავლო წიგნი, რომელიც მრავლად დაუწერია თავად მელვილს. მოგიხსენებათ, რომ მელვილს ქონდა ძალიან უცნაური ბიოგრაფია, იმიტომ რომ მას პირველივე წიგნიდან ძალიან გაუმართა. ჩვეულებრივი მწერლები ძალიან ბევრს ცდილობენ ხოლმე სამწარამატებას მიაღწევენ და პირველივე ორი წიგნი მელვილის იყო უაღრესად პოპულარული სწორედ იმიტომ, რომ ეს იყო სათავგადასავლო წიგნები და შესაბამისად მკითხველს ძალიან დაინტერესა აი ეს ეგზოტიკური თავგადასავლები, რომლებიც იყო აღწერილი ტაიპიში და ასე შემდეგ, მაგრამ მელვილს სულ უნდოდა რაღაც უფრო დიდი. და აი ეს რაღაც უფრო დიდი, რომელიც მან გაბედა მობიდიკით, აღმოჩნდა სრულად გაუგებარი და მიუღებელი მის თანამედროვე მკითხველისათვის. პირად მე როცა მას ვკითხულობდი, მე მქონდა ისეთი პერიოდი და ეს ბავშვობის პერიოდი იყო, როცა მე ვკითხულობდი ყველაფერს და ყველაფერი მაინტერესებდა და რაც უფრო გაუგებარი იყო, მით უფრო მაინტერესებდა. ანუ ეს დამოკიდებულების მომენტი იყო და ამიტომ რაც უფრო გაუგებარი ადგილები მხვდებოდა იქ, მით უფრო და უფრო ესე ვთქვათ, იქ ფასცინაცია რასაც ქვია, ხო, ლათინურად ემატებოდა, თუმცა გავიგე ეს რომანი ბევრად უფრო გვიან, მე შეიძლება ვთქვა, რომ ბოლომდე მისი გაგება ეს ერთიანად შეუძლებელიც კია, იმიტომ რომ ეს არის რომანი, რომელიც მუდმივად გულისხმობს იმას, რომ არსებობს ამ რომანის შესახებ და ზოგადად სამყაროს შესახებ ძალიან ბევრი სხვადასხვა პერსპექტივა და ეს არის რომანი, რომელიც ცდილობს ჩვენ ხმელეთი მიწა გამოგვაცალოს ფეხქვეშიდან და სწორედ ეს არის საინტერესო მასში, იმიტომ რომ მისი მთავარი, ასე ვთქვათ, თემა არის ზღვა და ზღვა არის ის, რაც არის არამყარი. ანუ ზღვა არის, რაც მუდმივად იცვლება და ვეშაპი, რომელიც არის მთავარი გმირი ამ რომანისა, რეალურად არის ზღვის მეფე. ანუ სწორედ ზღვა არის აყვანილი კუბში, შეიძლება ასე ითქვას. ესეც არის ყველაზე არამყარი ფიგურა, ეს არის ფიგურა, რომელიც სრულად სხვადასხვა მხრიდან შეიძლება დაინახო და შესაბამისად ეს არის ფიგურა, რომელსაც საბოლოო ჭეშმარიტება ზოგადად შეუძლებელია რომ გაიგო. ამიტომაც მე შევიძლება ვთქვა და მე წინა წელს სწორედ ერთი სემესტრი დაუთმე ჩემს სტუდენტებთან ერთად ამ რომანის განხილვას და მე ვერ ვიტყოდი რომ საბოლოო ჭეშმარიტება, საბოლოო გაგება მაქვს ამ რომანისა ხელში და რაღაცა აზრით შეიძლება თქვის ბავშვური გაოგნება იმ საოცრად ამაღლებული და ცოტათი გაუგებარი წიგნის მიმართ დღემდე შემრჩა. მოგეხსენებათ ეს წიგნი და ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, ეს წიგნი იმდენად შეიცავს ბიბლიურ სახეებს, სახელებს და იმდენად ცდილობს, ასე ვთქვათ, მთავარ წიგნთან მიახლოვებას, რომ თვითონ ავტორიც აძლევს მას სიმბოლურ დატვირთვას, ეს სრულიად ბუნებრივი არის და მთავრდება იგი იონას სიტყვით, მოკლედ კარგად იგრძნობა, ახლა მთავარ გვია ისმაილი, კაპიტანს გვია აკაბი, მთელი ამბავი არის. ვეშაპი არის ბოლოს და ბოლოს, რომელიც ესეთი ბიბლიური სახეა, რომელიც ბევრი რამის სიმბოლოა, რა თქმა უნდა, ეს არის სტიქიის სიმბოლო, ესა ბოროტების სიმბოლო, ესა ბუნების სიმბოლო, მაგრამ ამავე დროს
ბუნების გადაგვარების სიმბოლოა, იმიტომ ეს ალბინოსი ვეშაპია, ეს თეთრი ვეშაპი არის. იცით, პერსონაჟს სხვა დამოკიდებულება აქვს ამ ვეშაპისადმი, მე ვერ დავმალავ, რომ მე იგი აღმაფრთოვანებდა ყოველთვის თავისი, აი მით რას თქვენ ძალიან, თავისი სიდიადით. მიუწვდომლობით და სიდიადით. თუმცა რა თქმა უნდა, ხედავ ძალიან ამერიკულ წიგნს ყველაფერთან ერთად, იმიტომ ესაა წიგნი ბოლომდე ბრძოლაზე. იმაზე რაც ასე უყვარს ამ ნაციას, რამაც ის გამოარჩია და ლიდერად აქცია და ასე შემდეგ, მე მგონი ძალიან სერიოზულია ამ თვალსაჩინო. აი რომ მეუბრუნდეთ ამ ბიბლიურ სახეებს. ეს საერთოდ ახასიათებდა მელვილის შემოქმედებას, თუ ეს არის სპეციალურად ამ რომანისთვის. ძალიან საინტერესო შეკითხვა. არა მე ვერ ვიტყოდი რომ ბიბლია იყო მისი მთავარი შეიძლება ასე ვთქვას ჩარჩო სხვა რომანებისთვის არ იყო ასე მე მგონია რომ მობი დიკში ცდილობს გარკვეული აზრით რაცა მარგინალური ბიბლიის თუ ბიბლიის დაწერასაც კი ის იწყება მართლაც იქ ციტატებით დაბადების წიგნიდან და შემდეგ გრძელდება რასაკვირველია იქ იონას წიგნით ციტატით ასევე იობის წიგნიდან შემდეგ თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ რომ მთავარ გმირს აქაბი ქვია რაც არის ბიბლიური მეფის სახელი ნარატორს ქვია ისმაილი და სხვა აქ ისმაილი უკვე პირველი წინადადება მოგეხსენებათ არის რომ ისმაილი დამიძახეთ ხო უკვე გულისხმობს იმას რომ რაღაცა ასე ვთქვათ აი პარალელური შეიძლება ვთქვათ მარგინალური ნარატივი წარმოდგება იმიტომ რომ ისმაილი ეს არის სწორედ ის პერსონაჟი რომელსაც მთავარი როლი ბიბლიაში არ აქვს და სწორედ აი ამ მარგინალური ფიგურების წინ წამოწევით მელვილი ცდილობს დაწეროს წიგნი რომელსაც არ შეეშინდებოდა ყველაზე წმინდა წიგნის ავტორიტეტისაც კი მე ესე მგონია და პლუს ამას მნიშვნელოვანად გადაიაზროს ის კულტურა რომელიც ეფუძნებოდა იუდეო-ქრისტიანულ მონოთეიზმს და მე მგონია რომ არ არის შემთხვევითი რომ ის ასე ესე ვთქვათ მძაფრად უტრიალებს ბიბლიურ თემებს ხო ანუ რაღაცა აზრით ის ცდილობს დაწეროს ისეთივე ამაღლებული და მნიშვნელოვანი წიგნი, როგორც წმინდა წიგნია. ოღონდ დაწეროს სრულიად სხვა პერსპექტივიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რომანი, ასე ვთქვათ, ცნობილი სოციალისტური ფორმულა რომ მოვიშვეულიოთ, არის ფორმით მოდერნისტული და შინაარსობრივად პოსტმოდერნისტული. ანუ ეს არის საოცარი რომანი დღევანდელი მკითხველისთვის, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი რომანს რო კითხულობ, შენ იმ წუთში ხვდები რომ ეს არის დაწერილი სრულიად სხვა ესთეტიკით, ვიდრე შენ ელი 1851 წელს დაწერილი წიგნიდან, ერთმნიშვნელოვნად სხვა ესთეტიკაა და მეორე ის, ვთქვათ, ფილოსოფია, ხო, ვთქვათ, ანუ ხეშად ვთქვათ, შინაარსი, რომელიც ამ რომანს აქვს, არის ბევრად უფრო ახლოს ჩვენთვის 21 საუკუნის ცხოვრებისთვის, ვიდრე 1850-იან წლებში მელვილის მკითხველისათვის. შევეცდები, რომ ეს ორივე თემა უფრო ზუსტად მოუხაზო, აი მაგალითად პირველსაც შეეხება, ხო, მოდერნისტულ ესთეტიკას. პირველივე წენდება რა ვიყო და ძალიან მნიშვნელოვანია, იგი დასაწყისის ესთეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი წინადადება ამ რომანის არის ისმაილი დამიძახეთ, რომელსაც არაზუსტად თარგმნის ქართული თარგმანი პირდაპირ თქვათ, ხო? მაგრამ როგორც არ უნდა იყოს. ეხლა შევხედოთ პირველი წინადადების დაწყებას, ხო? ტრადიციული ნარატივი, მაგალითად მე მიყვარს ხოლმე ამ მაგალითის მოყვანა 1812 წელს არის ესეთი კლასიკური ბალზაკის რომანი დაწერილი ლუი ლამბერი, რომელიც ასე იწყება, რომ ლუი ლამბერი დაიბადა 1780 რომელიღაც წელს ამადამ მამის ასე ვთქვათ ოჯახში რომელსაც ჰქონდა ქარხანა. რა არის ეს ხო? ეს არის სამყარო, სადაც ჩვენ ყველაფერი ზუსტად ვიცით. მთავარ გმირს აქვს სახელი, მას აქვს გენეალოგია, ოჯახი, სოციალური კლასი, ზუსტი ადგილი და ასე შემდეგ. და მეორე მაგალითი არის ხოლმე ფანტასტიკური, ეს არის 1942 წელი უკვე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი რომანი, ყოველ შემთხვევაში ამ რომანის პირველ ნაწილსაც შეეხება მაინც კამიუს უცხო. და როგორ იწყება ის გუშინ დედა მოკვდა, ხო? ანუ და შეიძლება უბრალოდ დღეს დედა მოკვდა, შეიძლება გუშინას. ანუ რეალურად როგორ იწყება ეს რომანი, უკვე მოდერნისტული რომანი იწყება გაურკვევლობით.
გაურკვევლობით ჩვენ არ ვიცით ვინ ლაპარაკობს, ნარატორმა არ იცის გუშინ მოკვდა დედა თუ დღეს და შესაბამისად იწყება გაურკვევლობით არა მარტო ამ ნარატორის ცხოვრებაში, არამედ სამყაროშიც, რომელიც ამ რომანში აღწერილი, ხო? ანუ ძალიან სერიოზული კონტრასტია ამ რომანს შორის, ამ რომანის დაწყებებს შორის, ხო? კლასიკური რეალისტური ნარატივი და მოდერნისტული ნარატივი. რომელთან უფრო ახლოა მობი დიკი, რა საკურველია კამიუსთან. თუმცა ქრონოლოგიურად ის ბალზაკის პერიოდია, ხო? და ისმაილი დამიძახეთ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არც კი ვიცით რა ქვია რეალურად ნარატორს. ის ამბობს, აი ეს დამიძახეთ და ამით უკვე არათუ გაურკვევლობაზე მიანიშნებს, არამედ მიანიშნებს იმას, რომ გარკვეული კონტრაქტს დებს ჩვენთან, რომ ჩვენ გვეთამაშება წიგნის მთავარი გმირი და ჩვენ უნდა მას რაღაცა დაუძახოთ და შესაბამისად ჩვენ უნდა ავაგოთ მასთან ერთად ის წიგნი, რომელიც სინამდვილეში ჩვენს გარეშე არ დაწერილა და მართლაც ესე იქნება მთელ რომანში ჩვენ უნდა ასე ვთქვათ გამოვარჩიოთ ის ხაზები და ის ტენდენციები, რომელიც ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, იმიტომ რომ ეს რომანი მკითხველის ჩარევის გარეშე არ იკითხება. მკითხველმა უნდა შეძლოს იმ უზარმაზარ, ასე ვთქვათ, მოცულობაში რაღაცა მთავარი ნაწილები გამოარჩიოთ, თქო, აი ეს არის მთავარი. მაგალითად, თავისი თეთრეზე არის მთავარი, ან თავის ცეტოლოგიაზე არის მთავარი, ან კიდე რაღაცაზე არის მთავარი და შესაბამისად აქედან ააგოს, იმიტომ რომ თავისთავად უზარმაზარი კონსტრუქცია თავის თავს არ კითხულობს რა. ეს არის მოდერნიზმულ ესთეტიკას აჩეეხება. აჩეეხება პოსტმოდერნიზმს. აი აქ მე ვიტყოდი უკვე რომ ლაპარაკი მე არა ესთეტიკაზე, არამედ სოფლგანცდაზე და რაცაც გვთავაზობს მობი დიკი, ეს არის ის რომ არ არსებობს ერთი საბოლოო პერსპექტივა, რომლიდანაც დაინახავდი სამყაროს და ამ სამყაროს ცენტრს. იმიტომ რომ ამ სამყაროს რეალურ ცენტრი არ აქვს და შესაბამისად სიმბოლო მობი დიკი თვითონ ვეშაპი ხო როგორც სამყაროში არის სინამდვილეში სიმბოლო იმისა რომ საბოლოოდ გარკვევა შეუძლებელია მაგალითად რომ ჩვენ როცა ვხედავთ როგორ ანგრევს როგორ დღუპავს მობი დიკი ამ ასე ვთქვათ გეიმს ხო რომელიც მას დავძოს პიკვოც იქ არის ფანტასტიკური მაგალითი როცა ჩვენ პირველ დღეს ჩვენ გონია რომ ის ებრძვის ამ გემს და მის ეკიპაჟს რომ ბოროტი განზრახვით მეორე დღეს გონია რომ სრულიად დაუინტერესებელი და უბრალოდ როგორც ბრიუკი მხეცია და მესამე დღეს საერთოდ გაუგებარია თვითონ ნარატორებისთვის გაუგებარია უკვე როგორც მხეცია ბრძვის თუ როგორც რაღაც განსაკუთრებული ბოროტი გამჭირახობის და ინტელექტის მქონე ანუ საბოლოოდ რომანიც კი არ იძლევა პასუხს რა არის სამყაროს უკან და შესაბამისად რაც პასუხს იძლევა ეს არის რომ არსებობს სხვადასხვა პერსპექტივები სხვადასხვა კონტექსტები და ერთადერთი პერსონაჟი რომელიც გადარჩება ეს იქნება ისმაილი ადამიანი რომელსაც შეუძლია ამ კონტექსტებში მოძრაობა ისე რომ მაინც და მაინც არ იძაბება განსხვავებით აქაბისაგან რომელიც არის მონომანიაკი და ატანილი ვნებისაგან ვნებით ატანილი შურიზიებისა ისმაილი არის ადამიანი რომელსაც შეუძლია ჯერ ეკლესიაში შევიდეს შემდეგ ეთაყვანოს რომელიღაც წარმართულ ღვთაებას იმიტომ რომ ის ძალიან სწრაფად იცვლება ძალიან სწრაფად ახერხებს ადაპტირებას და ერთადერთი ადამიანი იქნება რომელიც სწორედ წარმართული კუბოთი დაიხსნის თავს აი ამ კატასტროფიდან რომელსაც ყველა მთელ ეკიპაჟს დაღუპავს ხო რაც ჩემი აზრით შეიძლება რომ წავიკითხოთ როგორც მინიშნება რომ აი ესეთი ცოტა არ იყოს ზედაპირული მაგრამ ასევე მუდმივად კონტექსტებში მოხეტიალი ადამიანები არის სამყაროს ის სურათი რომელიც პოსტმოდერნიზმის არის დამახასიათებელი პოსტმოდერნული სამყაროსათვის და რომელსაც ჩვენ აღვიჭერს ეს რომანი ბევრად ადრე დაწერილი ვიდრე პოსტმოდერნული მდგომარეობა დადგებოდა შესაძლებლობაში ძალიან დიდი მადლობა თქვენ აღნიშნეთ ისეთი მომენტები რომელიც დიდ ლიტერატურაში ყოველთვის თვალშისაცემია ვერასოდეს ვერ შეიქმნება ვერაფერი ისეთი რომელსაც არ ექნება წარსულში რაღაც გარკვეული საფუძველი ეს რომანი დღეს შეიძლება როცა თანამედროვე მკითხველი კითხულობს უკვე ხდება რომ შეიძლებოდა დაწერილი ყოფილიყო მას შემდეგ რაც დაიწერებოდა როზენკრაცი და გილდერტენი მკვლები არიან იმიტომ რომ მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები პირველ ხარისხოვანი არიან პერსპექტივა ზუსტად ისე იცვლება როგორც თქვენ ძალიან და ბევრი რამ არის ისეთი რომ დღევანდელი თეორიების მიხედვით თანამედროვე წიგნი მე იმის თქმა მინდა რომ 2000 წელი რო გავიდეს და ეს წიგნი იპოვონ მას აუცილებლად 21 საუკუნეს მიაკუთვნებენ და არა მე-19-ეს თუმცა რა თქმა უნდა მოიძებნება ვიღაც რომელიც იპოვის იქ ან სტილურ ან ენობრივ ან რაღაცას რომელიც მიაბამს თავის დროზე მაგრამ თქვენ ძალიან კარგი რაღაც თქვი ჯერ ერთი მინდა გითხრა ჩემ პირადი შტაბიჭლება როცა პირველად კითხულობდი მე მეგონა რომ ეს მთხრობელი დაიღუპებოდა მეგონა იმიტომ რომ მე უკვე მიჩვეული ვიყავი თანამედროვე ლიტერატურას სადაც პირველ პირში რო წეს არ ნიშნავს რომ არ მოკლება არავითარ შემთხვევაში პირიქით ნიშნებად შეიძლება იყოს რომ მოკლდეს მაგრამ
მეგონა დაახლოებით ისეთი რამ მოუვიდოდა რაც ჰანს კასტორფს, ანუ ავტორი მიატოვებდა იმ ადგილას, რაც შეიძლება დაიღუპოს და ალბათ უფრო დაიღუპება ვიდრე გადარჩება, მაგრამ ავტორი ამერიკელია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მომენტს. მე ვფიქრობ, რომ მედგარი სიტყვა და გადარჩენა ეს ამერიკული იდეებია, დიდი იდეებია, მე იტყვის დიდი ამერიკელი მწერალი, ამაზე დაფუძნებით, რომ საერთოდ ეს ლიტერატურის ფუნქცია გადაარჩინოს, დაეხმაროს ამაში გადარჩენაში და გარკვეულად happy end-ისკენ წაიყვანა, თუმცა კი რა თქმა უნდა, ძნელი სათქმელია, როცა ამდენი ვინმე დაიღუპება ასეთი და საერთოდ როდესაც აშკარად სხვა მოტივებზე არის. მაგრამ ამავე დროს თქვენ ძალიან შესანიშნავი რამ, რომელსაც გამახსენა ის რაც არის მელვილის ბიოგრაფიაში, მელვილი ებრძოდა ქრისტიან მისიონერებს, რომლებიც ცდილობდნენ მისი აზრით გაერყვნათ და გაეფუჭებინათ გულუბრყვილო პატიოსანი ადამიანები კუნძულებზე და ასე შემდეგ. ის თითქმის კაციჭამი ატომში იყო, რომელმაც ის კარგად მიიღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. როცა ვამბობ, რომ 21 საუკუნის კაცი ამასაც გულისხმობს, ის გრძნობდა იმ კულტურის მნიშვნელობას, რომელსაც ქრისტიანობა ვერ გრძნობდა ვერასოდეს. ყველაფერს ებრძოდა, ყველაფერი უნდა დაენგრია, თუმცა მოიძებდნენ ადამიანები, ვინც საფო გადაწერეს ქრისტიანულ ეკლესიებში. და ვინ ჩემი საყვარელი არისტოფანე გადაურჩინეს კაცობრიობას, არ ვიცი ისთვის, მაგრამ მაინც ისი ბერები იყვნენ, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა შესანიშნავი პერსპექტივისთვის, რომელიც თქვენ გაჩვენეთ და კიდევ მაქვს ერთი კითხვა. ეს არის ასე ვთქვათ რომანი, რომელშიც არის ერთ სფეროზე ძალიან სპეციფიკური და უღრმესი ცოდნა გადმოცემული და აიტანა ლიტერატურა. აი მართლა გავს დღევანდელ ლიტერატურას, იმიტომ დღესაც ხდება ესეთი რამეები, დღეს შეიძლება ავტორმა აღწეროს ხრწნის პროცესი თავიდან ბოლო მოლეკულამდე და ვკითხულობდა ლიტერატურა. ვეშაპის ჭერა და ვეშაპთან მუშაობა და მთელი ეს ტერმინოლოგია და მთელი ამბები, მოკლედ, ნახევარი წიგნია. ზოგიერთ გონია, რომ ეს ზედმეტი ნაწილია. თქვენ როგორ უყურებთ აი ასეთ სპეციფიკურ ცოდნას, რომელიც გადმოცემულია ამ წიგნში? პირველი ჯერ თქვენ პირველი წინაშე ნიშნავს დაუბრუნდები, წარმართობასთან დაკავშირებით, მელვილი არის წარმართი, უпростоად მელვილი არის მეტაწარმართი. ანუ მეტა იმ აზრით, რომ ის მონოთეიზმსა და წარმართობაზე მაღლაც კი დგას. იმ აზრით, რომ ის ფიქრობს, რომ სინამდვილეში არსებობს არა ბევრი ღმერთი, არამედ არსებობს კონტექსტები, სადაც ასე ვთქვათ, ერთიდან მეორეში შეიძლება გადახვიდე რა და აი გარედან უყურებს ამას. შეიძლება ასე ითქვას და ამიტომაც მისთვის წარმართობის კულტურა მნიშვნელოვანი და შესანარჩუნებელია სრულად გეთანხმებით ამაში. რაც შეეხება ახლა მეორე თემას, ანუ ცეტოლოგიას და ვეშაპმცოდნეობას, ხო, მართლაც ეს არის უზარმაზარი ინფორმაციის შემცველი წიგნი, პრინციპში არის ჟანრული მონსტრი, იმიტომ რომ ერთი მხრივ ეს არის გარკვეული ჰეროიკული ეპოსი, ხო, რომელშიც ცენტრში არის აქაბი და მეორე მხრივ ეს არის ენციკლოპედია. ენციკლოპედია, რომელსაც ტრადიციულად მე-17 საუკუნიდან, როგორც მინიმუმ შეიძლება მანამდე უკვე აღარ ვიცი, ეწოდებენ ხოლმე ამ ჟანრს ანატომიას, ხო? მაგალითად ბერტონის მელანქოლიის ანატომია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რეალურად არის სწორედ ამ ენციკლოპედიური ჟანრი, რომელშიც ჟანრის წიგნი, რომელშიც მოცემულია ყველა შესაძლებელი ინფორმაცია რაღაც საკითხზე. და სწორედ აი ეს შერევა ჰეროიკული ეპოსისა და ენციკლოპედიისა აქცევს ამ რომანს პრინციპში იმად, რაც ასე ვთქვათ, მხოლოდ რომანს შეიძლება აიტანოს, რომანს შეიძლება აიტანოს ასეთი ჟანრების შერევა. დანარჩენი სხვა ჟანრებს ეს რაღაც არ გაკეთება არ შეუძლიათ რა და მართლა ძალიან უცნაური მონსტრული ჟანრია, ისეთივე მონსტრული, უბრალოდ როგორც თვითონ მობიდიკია, ხო? რაღაცა როგორც ასე ვთქვათ, მონსტრი ცხოველი. რაც შეეხება აი ამ მომენტს, ამ ინფორმაციას, ენციკლოპედიურობას და მეცნიერულობაზე პრეტენზიას, აქ ჩემი აზრით, ყველაფერთან ერთად იკვეთება ერთი მომენტი, რომ მელვილს არ ჯერა რომ მეცნიერება შეუძლია ინფორმაცია მოგცეს, საბოლოო ინფორმაცია მოგცეს ვეშაპს. ანუ სამყაროს. თავი მე მგონი რომელიც 32 თავია თუ ავწდები ცეტოლოგიაზე, ანუ ჩამოტათვალი კლასიფიკაცია ყველა შესაძლებელი ვეშაპისა, ხო? ის რეალურად ჩვენ გვეუბნება რომ მეცნიერებას არ ძალუც ჩვენ მოგცეს საბოლოო ჭეშმარიტება ვეშაპზე და ესე იგი სამყაროზე. იქ არის როგორ ხო კლასიფიცირებული ეს ვეშაპები წიგნების მიხედვით, ინფოლიო და ასე შემდეგ. რაც არის გარკვეული
პაროდია ნებისმიერი მეცნიერული კლასიფიკაციისა და ამ პაროდიის მიზანია გვაჩვენოს, რომ სინამდვილეში მეცნიერება ბოლო სიტყვა არ არის. აი ეს არის მელვილის პასუხიც, რომ სინამდვილეში თანამედროვეობის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ ის ხდება, რომ მეცნიერება ცხოვრების ბოლო კითხვებზე პასუხს ვერ იძლევა და ამიტომაც ეს კითხვები დატოვებულია AES ჰაერში გამოკიდებული და ამიტომაც არის შესაძლებელი ბევრი სხვადასხვა პერსპექტივიდან შეხედო მას და ამიტომაც ეს მეცნიერული ინფორმაცია ვეშაპზე თუ ვეშაპის წერაზე არის გარეგანი, არამედ შინაგანი ამ რომანისათვის, იმიტომ რომ ის გვეუბნება აი ყველა ცოდნა მე მოვაგროვე, მაგრამ ეს მაინც ვერ მეუბნება მე რა არის ვეშაპი და ვერ მეუბნება მე რა არის სამყარო. იმისთვის რომ გავიგოთ სამყარო, ყოველ შემთხვევაში გადავდგათ პირველი ნაბიჯი, უნდა წავიკითხოთ Moby Dick-ი. მე ასეთი დასკვნა გავაკეთე თქვენი საუბრიდან, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, გიგა, იმიტომ რომ არის ხალხი, რომელსაც უყვარს წიგნები და არის ენთუზიაზმი, რომელთაც ისინი ამაზე ლაპარაკობენ, ეს ყოველთვის ძალიან საყვარელი და სიმპათიურია. მაგრამ არის ხალხი, რომელსაც უყვარს წიგნები, ესმის წიგნები და თან ენთუზიაზმით ლაპარაკობს, ეს წარმოუდგენელია. ეს ტალანტი თქვენ გაქვთ და მე გაქებთ ამის გამო, მე დიდი ხანია ვიცი ვინ ბრძანდებით და ძალიან მიხარია, რომ საქმე გაქვთ თავად ახალგაზრდა კაცს ახალგაზრდებთან და ყველანაირ წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა ძალიან და ძალიან ვაფასებ თქვენს ამ კომპლიმენტს, რომ თქვენ გარომოდით, ეს არის ჩვენთვის 1 ორად და 1 სამად ღირებული. დიდი მადლობა. დასკვნის სახით შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მელვილი წერდა Moby Dick-ს, მას რა თქმა უნდა ჩაფიქრებული ჰქონდა გრანდიოზული რომანი და ეს ყველანაირად გრანდიოზული არის, მათ შორის მოცულობითაც საკმაოდ ისე არის აგებული, მაგრამ მისი გრანდიოზულობის, ასე ვთქვათ, თავი საფუძველი არის, რომ მას არ უნდოდა ისეთი სიუჟეტი შემოეთავაზებინა, რომელიც რაღაცას გავს. მან ყველაფერთან ერთად მოიფიქრა სრულიად ახალი სიუჟეტი. მე როგორც ვიცი და ეს ბორხესმა მე დათვალა, სულ 4 სიუჟეტი არსებობს, ეს არის ალყის შემორტყმა და ქალაქი აუცილებლად დაინგრევა, ეს არის მოგზაურობა და სახში დაბრუნება, ეს არის რაღაცის ძიება, არგონავტების მითი რაც არის ისა, რომელიც მოგზაურობასაც შეიძლება მოიცავდეს და ეს არის ღმერთის სიკვდილი. მე არ ვიცი არც ერთი დიდი წიგნი, რომელშიც ეს 4-ვე სიუჟეტი არ იყოს გამოყენებული. და ასე დიდი წიგნები 4-5-ია სულ მსოფლიო ისტორიაში, რაც მართალია, ნუ შეიძლება 10-ია, 12 არის. ლევან ბერძენიშვილმა 4-5 იცის, ვიღაცა სხვები ეცოდინება. Moby Dick-ი ერთ-ერთი, რომელშიც ყველა სიუჟეტური შესაძლებლობა არის გამოყენებული. ეს რა თქმა უნდა ალყა აქვს შემორტყმული გემს, რომელსაც ქვია პიკოდი, ეს ზღვარი, რომელმაც ეს გემი განწირულია, თავიდანვე განწირულია, ეს შევიდა თუ არა ზღვაში, იმ წუთად განწირული იყო, ის რომ დაიღუპებოდა, იგრძნობა ყველა ფეხის ნაბიჯი, იმიტომ მისი კაპიტანი გიჟია, არანორმალურია ის, არის ანთებული ერთი იდეით, მას არ აინტერესებს ვეშაპის ჭერა და ბიზნესი, მას აინტერესებს თეთრი ვეშაპი Moby Dick-ი. მეორე მხრივ ეს რა თქმა უნდა არის მოგზაურობა ზღვაზე, მესამე მხრივ ეს არის ერთი კაცის, მაგრამ მაინც დაბრუნება სახში და ეს არის ღმერთის სიკვდილი. ეს რა თქმა უნდა არის ყველა სიუჟეტის გაერთიანება და უნდა დავამთავრო იმით, რითიც ხშირად იწყებენ ხოლმე ასეთ საუბრებს, 2010 წელს პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს დღემდე უცნობი ვეშაპის, აი კაშალოტის ტიპის ვეშაპის ნარჩენები და ვინაიდან მთავარი პალეონტოლოგი, ვინც აღმოაჩინა Moby Dick-ის სპეციალისტი და მოყვარული ყოფილა, მას უწოდა ლევიათან მელვილეი. ასე რომ უნდა ვიცოდეთ, რომ ახლა ამ წუთას არ დაცურავს მსოფლიო ოკეანეებში ეს ლევიათანი, მაგრამ ლევიათანს სახელად მელვილი ჰქვია, ანუ ის თვითონაც არის ის ურჩხული და ეს წიგნი არის ის ურჩხული, რომელსაც ჩვენი გადაყლაპვა შეუძლია იმისთვის, რომ სამი დღე დაგვაპატიმროს, წაგვაკითხოს თავისი თავი და გამოგვაგდოს მერე და ახლა ვისთვის იქნება 3 დღე და ვისთვის 3 თვე, ეს უკვე მკითხველმა თვითონ უნდა მოახერხოს. შეგახსენებთ, რომ რადიო შოკოლადის ეთერში თქვენ უსმენთ გადაცემა წიგნებს, რომელიც ეთერში გადის ყოველ ხუთშაბათს საღამოს 6 საათზე. გადაცემების ჩანაწერების მოსმენა ასევე შეგვიძლია რადიო შოკოლადისა და ჯორსელის Facebook-ის გვერდებზე. ამგვეხმაურეთ, მოგწერეთ შენიშვნები, რჩევები, ჩვენ მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ
ხოლო ჩვენს გადაცემაზე მუშაობდნენ ავტორი და წამყვანი ლევან ბერძენიშვილი, ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ჭეიშვილი, ხოლო ხმის რეჟისორი იყო დავით შორჟოვაძე.